თეკლა მე სამსახურში წავედი, ძალიან ადრე იყო, აღარ გაგაღვიძე. ნიკას უთხარი გაკვეთილები გაიმეოროს, მე მალე დავბრუნდები, პროდუქტს მოვიტან და ერთად ვისაუზმოთ ელენე. კარგი. დედა! ნიკა, დედა სამსახურშია მალე მოვა და მანამდე ნიკამ პირი დაიბანოსო და გაკვეთილები გაიმეოროსო. რა? პირი დაიბანოსო არ წერია აქ. მოიგონებ ხოლმე რაღაცებს. მაგრამ ის მითხარ ნიკა სახლი მიალაგე. ნიკა. ოხმე რა, ოხმე. ვინ დამაფარა? ეს კუდი ვინ დამაფარა მითხარ? აბაზანაშია. ოხ ნიკა რა. რა გვაქვს საუზმე? ისა ლაშა ელენემ დამაგვიანდებაო. მოვალო პროდუქტებს ვიყიდი და ერთად ვისაუზმოთო. კარგი დაველოდები მაშინ. მალე მოვა? კი, მალე მოვა. მე რომ მოვედი ის გადიოდა და მალე მოვალო დაიბარა რა. აივანზე რა მინდოდა? ეს ჩემი ყვავილი რომ მოხს, ის თქვენს აივანზე გავიტანი, აქ მზე კარგად ხდება. მზის ქვეყნიდან არის მაინც და უხდება. უხდება კი, მზის ქვეყნიდან ყვავილს მოუხდება კი. დილამშვიდობის. დილამში. არ დამთავრებია მე ჯერ თქვენთან საუბარი. დიახ, კი. ორი ამბავი მოხს. ორი. რომლით დავიწყო? არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ცუდია. ნუ პირველი ის არის, რომ კორპუსის თავმჯდომარე ნუნუ ჩამოვიდა. რა? ნუნუ? უკვე? ნუნუ ეს შვილთა რო იყო საბერძნეთში, ჩამოვიდა? კი ბატონო. და ის მეორე ცუდი ამბავი? ეს ისეთი ცუდი ამბავია, რომ მეორეც ეგ არის. მეორე ცუდი ამბავი, როგორც პროტონი, ნეიტრონი რაღაცა ეგრე ხო? არა, ეგ როგორ არის, იცი? პროტონი და ნეიტრონი. კარგი, ვიცი კი. იცით რა მაინტერესებს, ბატონო პროფესორი? ნამდვილად იცით, რომ ვინც ჩამოვიდა, ნამდვილად ნუნუა? კი, ახლა აიმიდან დავინახე სტურვების ბავშვი ეჩხუბებოდა ეზოში ბურთს ნუ თამაშობ და ასფალტი გაფუშტებოა. ნუნუ ჩამოსულა. კარგით, გავალე ხმა. კარგით, ნახვამდის. კი, ბატონო. და ერთი თხოვნა მექნება რა, მაინც ყურადღებით იყავით, ქარი თუ ამოვარდა, ყვავილი შემოიტანეთ რა, არ უყვარს ქარი მაინც. არა ხო? დიდი მადლობა. კარგით. ნახვამდის. როგორ უყვარს ეს ყვავილი ეს? როგორ უვლის ამ იაპონურ ყვავილს რა, თეკლა. ძალიან უვლის. შეიძლება მალე ძიუდოზე შეიყვანოს. აი შენ. ისე რა ყვავილი ძალიან მაინტერესებს. აი რა ხდება თეკლა? ეიფელის კოშკი. ხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი კოშკია და რა მიაცემინა ელენეს ამაში 500 ევრო არ ვიცი მე რა. 500 ხო? ხო, 500. ხო. თეკლა წარმოიდგინე ხა, ეგ რო გაგვიტყდეს, ა? ხო, რა წარმოდგენა უნდა ლაშა ის გატყდა. აიმე, გადაირევა ელენე რა, თეკლა რა გააკეთე 500 ევრო. მომაწოდე 150 ევროიანი ნაწილი აქვს, მომაწოდე. ისა ლაშა რა ვქნათ, ვერ დააწებებ? დავაწებებ? ხო. რა ვიცი, თეკლა ხა ქაღალდი დამიწებებია. ხო, ფეხსაცმელი დამიწებებია. მამაჩემის მანქანის ფარიც დამიწებებია, მაგრამ კოშკი ეიფელის არა. რა ვიცი, რა. აბა, იზია? ხო. კოშკი გატეხეთ?
ეიფელის კოშკი გატყდა. გაგიჟდება დედა. გაგიჟდება. ვინ გატეხა? ის მტვერს წმენდი და მტვერმა ეტყობა. ვაშა, რა ვქნათ, თან ელენიც მოვა მალე. მოვა, ხო. რა ვქნათ, რა ვიცი ახლა ვითომ მიაქცევს ყურადღება საერთოდ, ჰა? ხო, ელენე როგორც კი შემოვა პირდაპირ მაგას შეხედავს ვაშა. არა, როგორც კი შემოვა, მე მეტყვის ისტორია ჩამაბარიო. ძალიან კარგი დროს მოვიგებთ მაგით. ხო. ვერ მოვიგებთ. რატო? არ ვისწავლია. არ გისწავლია? კარგია, კარგი ანიკა. მაგაზე ელენე ხო ისედაც უნდა გეჩხუბოს და ესეც რა დაიბრალო ბარემ? არა. კარგი. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ყურადღება რო არ მიაქციოს, ან რო ვერ შეამჩნიოს, ასე ვთქვათ, ელენე. აი, ვაშა, რანაირად ვერ უნდა შეამჩნიოს. რანაირად ვერ უნდა წადი დადე იქ. დადე მან. გამოდი აქეთ. ძალიან ეტყობა ეხა გატეხილი როა? ეტყობა, ვაშა, ეტყობა, აბა. რატო ბაბუ, რატო წახვედი, ჰა? რატო დამტოვე ესე, ბაბუ, ეგ არის სულ შენზე ვზრუნაო, რომ მეუნები, ეგრე ზრუნაო ბაბუ შენზე, ჰა? რატო წახვედი, რატო დამტოვე, რა გინდოდა ბაბუ, რატო, ეხ კოტე ბაბუ, რატო, ჰა? რატო ბაბუ, ჰა? რატო წახვედი მაღაზიაში უჩემოდ ბაბუ, ჰა? რატო გიკითხე? გამომაჩი. რა, ბაბუ, ვერ მითხარი რომ მიდიოდი, შოკოლადის კარაქი უნდა დამებარებინა, რა, რატო წახვედი? დაწავიდო, სად დავდექა? დაარწე მანდა. ახტებო ბაბუ, აბა როგორ ხარ? არავით არის ტკბილეული. ამა ხალწელს ისედაც ბევრი ტკბილი და ცხიმიჭამე და აგერ გაგიკეთე. აქვია მას კაცო. ციციბურა და შეჭა. ხო, დარგი ბაბუ, რა გიდე, ჯერ ის აქვე ჯარისკაცებიო, ეხლა ამ ციციბურას ლაშქარს მაჭაო, რა გიდე ჩემგან ვერ გავიგებ რა უზდამო. ბიდი. დარგი შევჭა, ხა. მომიწმინე ბაბუ, ეს რანაირი ციციბურაა? ცხიმი ამას არ აქვს, მარილი ამას არ აქვს. ეს ციციბურა კი არის ბაბუ, ეს არის ციცი მარტო, ციცი. კარგი, რა ვიცი, ამ ბურა. თუ რა ვიცი, ციცი ჯობია რა. კარგია. ნუ შეჭამე და მე ნაკვეთში წავიდეთ. რა ნაკვეთში ბაბუ, რევს მეუნები, რა ნაკვეთში უნდა წამოვიდე, შეხედე, როგორი გამოპრანჭული ვარ ბაბუ, მოდი აქ. თეკლას უნდა შევხვდე ბაბუ, თეკლას, კარგი ბატონო, რა ნაკვეთში კაცი. ტყუილად ეგ პერანგი გაცია, ტყუილად წამოდი და წამოდი ხო ნაკვეთში ბაბუ და ჩიტებს მაინც დააფრთხო. მაშინ მოვიქცეთ ასე. ესე იგი, ელენე სანამ მოვა სახლში, სანამ შემოვა, კარზე ზარს ხომ დარეკავს? კი, დარეკავს, ხო? მე წავალ გასაღებად, კარების. ხო, ამასობაში თქვენ იკავეთ პოზიციებს. თეკლა შენ გარბი ხარ და ჯდები დივანზე, აი აქ. რატო? იმიტომ პოზიცია ეგ შენი. ხო. შენ გარბი ხარ და ეფარები ეიფელს. ისტორიის სიგს დავიკავებ. კარგიაზე. მოიცა, შენ დამაფარე დილით, ხო, ქუდი მე რაღაცა ამ სიგრძე ქუდი. მე ესე იგი პოზიციებზე ვდგავართ ხო უკვე ესე იგი და მე მივდივარ შევეგებები ელენეს რომ სანამ ესე იგი აქეთ რო არ წამოვიდეს რასაც მოიტანს პროდუქტებს გამოვართმევ და მე წამოვალ აქეთ ამასობაში შენ რო დარჩეს ელენე იქ დგები და ეუბნები რომ ნუნუ ჩამოვიდაო ხო რა თქმა უნდა ეხლა ელენეს გაუკვირდება ოიო მართლა ჩამოვიდაო ნუნუ ხო იყვის ამას ხო ამ დროს შენ რაღაცებს იგონებ ნუნუზე და უყვები ისტორიებს ხო ესე იგი მე ვინ დგას იქ ისტორიის წიგნ ხელში ხო, შენ, ესე იგი, შენ გახარ ისტორიის წიგნ ხელში იქ და როცა წამოვა, რომ დაამთავრებ შენ მოყოლას, ელენე რო წამოვა აქეთ, შუა გზაში იწყებ ეგრევე გაკვეთილის მოყოლას. და რო არ მისწავლია? კარგი, ცუდ გეგმას. ესე იგი, არ უსწავლი ამას. ხო, იქიდან მე პარკები ხო წავიღე პროდუქტებით. გამორბივარ აქეთ, რომ ელენეს შევხვდე და მე პოლიციაზე შკარა. ვაიმე, ელენე, შენ კარზე ზარი არ უნდა დაგერეკა? რა ზარი ვარ? არ ვიცი, ესე ვფიქრობდი ჩვენ. ხო, მომისმინე. რანაირი გრაფიკი გაქვთ ამ საფრანგეთის საელჩოში პოზიცია? რანაირი გრაფიკი გაქვთ ამ საფრანგეთის საელჩოში? იგი დილით ადრე სამსახურში. სახშიც ადრე მოხვიდე? ხო, მოკლედ ამებს მე წავიღებ. კარგი ელენე, ესა. რა უნდა გითხრა ტაჯიკი? რა ხდება? მოდი გითხრა. ნუნუ აქაც იყო ხო შემოსული? ნიკა,
ისტორია ისწავლე, ხო იცი უნდა ჩამაბარო. იმეორო. წადი იქი დაჯექი და წესიერად გადაიმეორო. ვაი. ნიკა, იქი დაჯექი და კარგად გადაიმეორო. კაცო. დედა რო ეუბნება, რო გეუბნება დედა, წადიო და გადაიმეორეო იქითო. ლაშა, რანაირად დგახარ? რანაირად გავარდი? ასე გავარდი. ელენე, მოდი ნახე რა გაჩვენო. რა უნდა მაჩვენო? ნახე ნიკამ რა ისწავლა. რა ისწავლა? რა ისწავლა და რო ისწავლე. ხო, ნახე რა ისწავლა? უი, რო ისწავლა, ხო? ცეკვაზე რო ვისწავლე? ო, ცეკვაზე ის თვითონ სიტყვა ცეკვა დამავიწყდა. გაჩვენოდე? მაჩვენე, მიდი. საერთოდ რატომ დადის ცეკვაზე ან რაში ვიხდი ფულს? თეკლა მოდი რა მომეხმარე. ხო, ისა. ლაშა. შენ აი ეს აივანზე გაიტანე გეხვეწები და კარედაში შედგი. ეს კარეც. ლაშა. გაიტანე რა. აქ ხმაურობთ, მე ვერ კითხულობ. აი აქ დავდგე. დადექი მე კაცო, აქ მარტო ხმაურობ, აგერ არ უნდა დადგედო, წაიკითხო წესიერად, ამას გავიტანე აივანზე, შენ როგორც მიხარი, ეგ. ნიკა, რანაირი წაკითხვა ეგ? წადი იქი დაჯექი და კარგად წაიკითხე. ნიკა არ გესმის? რა არის ელენე? იცი წეხა რომ ბანაობ და ყურში წყარი ჩავიდა და არ ესმის ეთყობა. აი მოიცადე მე ვეთყვი. ნიკა, დედა მიქი დაჯექი და იმეცადინეო. დე, აქ დავჯდე. ოი ნიკა, მან დაჯექი. თეკლა. ნუ შემხვდა, მოდი მოგიყვე რა. მე მოდი ჩქარა მოგიყვე. ხო ვეხედავ რომ მოვდივარ. თეკლა. ხო. მოდი მოგიყვე. ხო, ის რაგე ლაშა. თურმე ელენე შეხვედრია, ნუ რას ლაპარაკობ? რაღაცები ულაპარაკია და მე უნდა მივიდე, რომ მითხრას. ისა, ხო, უნდა მივიდე. რაო. ესე იგი, ჯერ თავის შვილზე ხომ ელაპარაკა, იქ საბერძნეთში რო იყო. ლაშა არ გაინტერესებს, მოდი. კი, ძალიან მაინტერესებს. მე მოდი მოგიყვე. არა, იყოს აქედან მოგისმენე. ელენე, მე ხო ისა, შორს მსმენელი ვარ და კარგი რა გახოცებია. არ ვიცი ბაბუ რა გინდა ეს დაბარვა და რა ყველაფერმა წამოვიდე რა ერთი წუთი. წამოდი და დამაბარინე. დიდი მადლობა რომ აბაზანა დამით. ხო, არაფერს ბატონო პროფესორი. ხო შეგაწუხეთ ზარ. არა, შეწუხებით არ შეგწუხებით, უბრალოდ გისმენთ ახლა ბატონო პროფესორი ხდები და აი ეს მომენტი არ მომეწონა რა, ის აი ქვემოთ ჩასული რო იყო. წამომყევი სახლში და მე ხო არის ზევით. დედა გავახარო, ხო ხდები? აი არ მომეწონა რა, როგორ უნდა იცი ბატონო პროფესორი, აი წამომყევი სახლში და ზევით. დედა გავახარო, ხო ხდები? აისროლო რა ზევით რა. აბა მიდი გაიმეორე, წამომყევი სახლში დედა გავახარო, მიდი გაიმეორე, აბა. დედა გავახარო. უფრო აისროლე, მოდი ერთად, აბა. წამომყევი სახლში დედა გავახარო, ხო ხდები? აი ეგრე კარგია რა. ხო, აი ეგ არის ბატონო პროფესორი. რა შეიძლება პრობლემა არ არის, შეწუხებით არ გიქხებია, ხო. ისა რა უნდა კითხო ბატონო პროფესორი? ის ყვავილი რო გაიტანეთ იაპონური თქვენი, აღარ შემოიტანთ იმას? მანდ რა ხდება ის ბატონო? მე ხო შხაპს ახლა თქვენთან ვღებულობ, ხო და იმათთან ის ყვავილი იმათთან გავიტანე რომ არ ეწყინოთ, რა მაინც ბალანსი რო იყოს დაცული. კი, ასაგებია. ბატონო, კი. მართალია, ბალანსის დაცვა საჭიროა, დაიგე? აი, ამ სულ ვეუბნები მოიყვანე ცოლი. რა შუაშია, ცოლი ეხლა რა შუაშია ბაბუ, კარგი და გადამრიგე. ვაიმე, ბაბუ, ჩუმად იყავ ის არის, რა ქვია. ნუ კორპუსის თავმჯდომარე მებეძებს. ჩუმად გიხოცები, ჩუმად იყავ. ატა, მოიყვანე ცოლი. კარგი, მოიყვანე ცოლი და მე გავა. კარგი, მიდი. ვაიმე, ბატონო პროფესორი, ისა გამოდი აქეთ, გამოიცი აქეთ. ჩუმად ხო რა თუნა გამოვიდა. ჩუმად კი ხარ, მაგრამ სხეული სიმხურვალი არ იგზნობს, გამოდი აქეთ, გამოიცი აქეთ.
და რატო ემანებს? ნუ, რატომ მეძებს? რა არის ბატონო პროფესორო, დამავალა რომ გარე განათებასთან დაკავშირებით მეზობლებში იარი და ხელმოწერები აგროვებდა და კარგი რა ბატონო პროფესორო, გავარ ეხლა მე იმ კაცს რომ ესე მეზობელ ვიარო და ხელმოწერები ვაგროვო, ჰა? ესე არ გამოვიდა ბატონო პროფესორო და ეხლა მეძებს. რა ვიცი და აღარ გაჩერდება ეხლა ხო ხედავ ვარ სახში და ზასროლეკავ გაჩენდები თუ რა გინდა ვერ გავიგე. ბატონო გასვლას ვაპირებდი ჩაიმინო და დამელი მოდი ბარე მაგდავლე მაშინ. კი ბატონო. დალი ბატონო. რა ვქნა ბატონო პროფესორო ეს თავს არ დამანებებს ეხლა რა გავაკეთო არ ვიცი. რა ვქნა დიციპა დღეს რომ საერთოდ არ გახვიდე სახლიდან აქ ვიждეთ ერთად ვისაუბროთ და იმას ნელ-ნელა გადაუვლის სიბრაზე. მართალი ხო შეიძლება. სადილად რა გაქვს? სადილად რო ბატონო პროფესორო უცხიმო და უმარილო წიწიბურა. ხო. მაშინ შევალისო წყალს გადავივლებ. კი ბატონო. როგორც გეუბნები. გუგა, გადადიხარ? ხო, ლაშა გადავდიო. მოიცა, ერთ კვირაში არ უნდა გადასულიყო. ხო, მაგრამ ნუნუ დაიდა ჩამოსვის ამბავი რო გავიგე, დავაჩქარე. დავასწავლე თქვენი კითხეთ თორე. ხო, ისა, გუგა, შენ მაინც ხედავ რამდენს დარბი ხარ, აი ამდენს დარბი ხარ, მუზის ძებნაში რამდენს დარბი ხარ და მაინც დაგვიტოვე შენ ვისამართი, სადაც გადადიხარ. მუზა მაქრო მოგაკითხოს, რო ვიცოდი, რა პირდაპირ შენთან რო გამოგუშვა. გუგა, მართლა სად გადადიხარ? დიდუბეში. აღშა დაუკვირდი, მაინც როლი პერსონაჟი უფრო რომ გავითავისო. კარგი აზრია, გათავისება კარგი აზრია კი და თავისი იქნება მე. ხო, კარგი ისა, გავარბივარ მე, მივდივარ და რამე დახმარება ხო არ გჭირდება? დახმარება არაფერი. არაფერი. იცი რა, დღეს ჩემ გადასვლასთან დაკავშირებით მინდა რომ რესტორან საგრაფოში შევიკრიბოთ ყველანი და დაურეკე ხო ყველას. ვიცა ყველას პატიჟებ? აბა? ნუნუსაც უთხრა? ნუნუ, არა ნუნუ ლაშა ეხლა გართობა გვინდა ეხლა იქ ნუნუ. ხო. კარგი, მაშინ ყველას ვეტყვი. ხო, მართლა დღეს ნოდარმა უნდა დამირეკოს და იმასაც ვეტყვი და წამოვა. ნოდარი. არა, ნოდარი ეხლა მარტო სამეზობლო და სამეგობროს პატიჟებს ეხლა ნოდარი რაში. სამეგობრო. ხო, კარგი, გასაგები. კარგი, მე მაშინ ყველას ვეტყვი, ყველას დაურეკავ. ხო, ტატოსთან თეკლას დავარეკინე. ტატო, არა, ტატო, მარტო სამეგობროს, კი არა და მარტო სამეზობლოს პატიჟებ. მარტო სამეზობლოს, ხო. კარგი, მაშინ ყველას დაურეკავ, მაგრამ აი ქვევით პირველ სართულზე კახა და გივის ნომერი არ ვიცი და შენ ხო არ იცი? კახა და გივი. არა, კახა და გივი რო დავპატიჟო და დაურეკო მაგათ, მაშინ ლევანასაც უნდა დაურეკო, აჩიკოსაც, გიგასაც და გუგა, რა ვიცი მაშინ დამელოდე შენაგერ ღვინოს გამოვიტენე დავიდოცოთ მე და შენ, რა ვიცი რა. ისლაშა შენებს უთხარი რა კოტებაბუას, პატას, ელენეს, ნუცას. ნუცა ხო არ გინახავს მართლა? საერთოდ? საერთოდ დღეს ხო არ გინახავს ნუცა, არ გამოჩენილა და. დღეს. მოიცა, იცის რო გადადიხარ შენ? აბა? იცის. მაშინ აქ იქნება რა, გამოდი ნუცა. გამოდი. გამოიცი. ამის ხმაზე ამოვა. არ ჩანს. არა უშავს გამოჩნდება რა აქ იქნება სამდე. კაი, ჩავედი მე ქვევით რაღაც წებო უნდა ვიყიდო მართლა. ისა გუგა, შენ ხო არა გაგწებო, წებო კი მაგ მოვძებნი და წებო რა თქინდა? ეიფელის კოშკი უნდა დავაწებო და? არა, მაგდენი არ მაქვს. ამაგდენი არა გაგუგა, გეხვეწები მოძებნე რა, ან თუ იქნებ მოვძებნოთ ეს წებო რა. მოვძებნი. კარგი წებოა? კი, მაგარი. იმ დღეს იატაკზე დამექცა და ჩუსტი დამეწება. ჩუსტი დაგეჭა. აი. კარგი წებო ყოფილა ესე იგი. კარგი, მოვძებნოთ, სად იქნება? აქ იქნება მეც მოვძებნო.
აკეთ. აი ამ ჩანთაში ნახე, მიდი. გუგა, აქ დიდუბელი სოსოებია სულ და. ხო და მანდ ნახე, მიდი. რა ვნახო აქ? კაცო, მეოთხე გვერდზე 32 აბზაცი ნახე. თვარე მოწყენილი იჯდა ღრუბელზე, დასცქეროდა დიდუბეს და ხალხურ მელოდიას უსტვენდა. რა არის? ხო, მაგარია. უნდა იკითხო ლაშა. უნდა იკითხო. გეხვეწები მოძებნე რა. აი აგერა. იპოვე? ვა, ძალიან კარგი. ესე იგი კარგი წებოა. ხო, კარგი, აბა გუგა. სადაც გადადიხარ შენ? ხო. ესე ვქი, დიდი სახლია? ნუ ესეთი, მოზრდილი. მოზრდილი? კი. ო, მოზრდილი. არა, რატო გეკითხები, იცი? რო არ დააწებო სამწებო, მაინც ერთ ბიჭს და გაწეწილ გოგოს ხო დაიტევს. რა ვიცი. კი, ალბათ. კი. ხო, კარგი, ისე ვთქვი. ხო, კარგი, წავედი ახლა მე და დავაწებ იმას. ხო, არ დაგავისყლეს, ხო? ის ხო, საღამოს. საღამო კი არა, საგრაფო ლაშა, რა გჭირს? მე მჭირს ხო? არა, არ მიყვარს ეს ეიფელის კოშკი, არ მომწონს. ხო, სხვათა შორის არც ბალზაკს მოწონდა. ხო არა? კი, სულ ფიქრობდი რომ რაღაცა საერთო გვაქვს მე და ონორეს რა. ახო. ისა ლაშა. ისა დარწმუნებული ხარ რომ კარგი წებოა. კი, კარგი წებოა ძალიან. ჩუსტი დაწებებია, რა ქვია, გუგას. იატაკს. ხო და იგდებს ეხლაც. ვაიმე. დამეწებ. მართლა ვერ ვიძრობ ფიძია? ვერ ვიძრობ. გავქნა. შედავ თეკლამ როგორ გაგწირა? თვითონ ვერ გააკეთა და შენ ჩაგაყოლა. აი, მოვაწრე. მოდის. ოხ, მაიმუნობის დრო არის ახლა, მაიმუნობის დრო არის. მოიცა. ეხლა დავაწებებთ ამას ალბათ რაღაც, რა ვიცი. ხო, დაწებდა. დაწებდა? კი, მგონი დაწებდა. ხო, რა ვიცი, აი რაღაცა დაწებ. მოდი ვნახოთ, აბა. ხო. ნუ რა ვიცი. დაწებდა. დაწებდა, ფეხი მოძრა. მოვტეხე ის დაწებდა. მოდის. კარგი რა, ეხლა რა მაიმუნობის დრო. აბა ხო არ გაქვს? წებო. კი, მაქვს. წებო ჯიბეში რატო გეგო? მე საჭირო ნივთები სუჯიბეთი და მაქვს ელენი. აბა როგორ ისე? რა, მკითხე, აბა ის მაგრატელი ხო არ გაქვს? მკითხე. ხო, კითხე, აბა კითხე. მაგრატელი გააქვს? კი, აი. წებო რო გაატანე, ახლა რითი უნდა დააწებო? არა, ელენე სანამ სახლშია ვერაფერს ვერ ვიზამთ, რაღაცნაირად უნდა გავიტყუოთ. გავიტყუოთ? სახლიდან. მე მოვიფიქრე. აბა? რა? დედა სეშინია ძალიან მიწისძვრის. აჰა, დაველოდოთ მიწისძვრას? არა, რატო მოვაწყოთ? გავქნათ? მოვაწყოთ. მაგარი დღე მაქვს რა, მაგარი დღე. ჯერ ეიფელის კოშკს ვაწებებდი, ახლა მიწისძვრა უნდა მოვაწყო. დამაცადე შენ ვიძია. ვიწისძვრა! ლაშა რას აკეთებს? რა იცი, მიწისძვრას აკეთებს უუწევ. ეხლა იყავი თუ და მე გავაკეთებ აგერ მიწისძვრას რა. კარგი რა ნიკა, ხო იცი როგორ მეშინია მიწისძვრის. თეკლა ყავა ხო გვაქვს? კი, გვაქვს. გვაქვს, ყავა. მე ესა. ელენე, დღეს შენ აღარ მიდიხარ სამსახურში? წასვლით არა, ფოსტა მაქვს გასაგზავნი. პოსტა გაქვს გასაგზავნი. ელენე, მე ვფიქრობ რომ გაგზავნას პოსტის. აჯობებდა რომ შენ წაგებო. წაიღე ხო იმენა, მე რაღაც არ ვენდობი კაცო ამ კომპიუტერებს და მაღალ ტექნოლ. ეშმაკის მოგონილია. რა?
მიდი. ელენე, შენ ახალი შუშის ხიდი ნახე? ისეთი ლამაზია, თუ არ მიდიხარ სამსახურში წამოყვები და ვნახოთ ერთად. ეხლა აქ არ ვიყავი ეგ ხიდი რო გაიხსნა? ხო, ის გატყდა ელენე. გადახილი ხო არ გინახავს? აგატყდა, ვერ ხვდები რომ მაგითი მინიშნებას უკეთებ, კაცო, გამოდიეთ. ელენე, ესა პარიზშიო მე რო სვამდიო ბარდის და ფეიხუას ნაყევსო. იქ რო ვიყავდი, მე რო ჩამოხვედი, აქ რო გააკეთე და მე რო დამალევინე და ძალიან რო არ მომეწონა, თუნდაც რო გავხდი კინაღა. ეხლა მომინდა ძალიან. აი რაღაცა ვიდექი იქ და უცებ ისე მომინდა და რო ჩახვიდე მაღაზიაში, ბარდას იყიდი, ფეიხუას იყიდი, ამოიტან უცებ გააკეთებ, ნახეს ისე მომინდა რომ არ ვიცი. მართლა ლაშა. ძალიან. რა კარგია გუშინ გავაკეთე ჩემთვის, კიდევ კარგი ბოლომდე არ დავლიე. ვაშა, მოიცოდე, ეს რა სასარგებლოა? კიდევ კარგი ბოლომდე არ დალიე. მიდი გასინჯე, მიდი. კაიხოა. ფეიხუა. დაგიმატო? არა, იყო ჯერ ამას დავსლიდან. ნეშა. დე, პარკში რო გამასეირნო. ამ სიცივეში ნიკა? ხო, სანამ შენ წასული იყავი, ყველას დედები ასეირნებდნენ. თემუკას, იმას, ამას. იცი როგორ მინდოდა დედას რო გავესეირნებინე? ან მარტო ვიყავი პარკში, ან კიდე დედის და ქალი მასეირნებდა. კარგი, ეხლა ჩავიცნობ, შენც მოერზადე და წავიდეთ. აი. ყოჩახ ნიკა, აი მომეწონა უკვე. ოჩახ კი არა, თუ გავცივდები თქვენი ბრალი იქნებათ. ვა, თეკლა, მოხვედი უკვე თეკლა. რა გინდა მანდრასაკეთებ? თეკლა. გამარჯობა, თათია ვარ მე. თათია, ხო ისა. გამარჯობა, ხო, არა, უბრალოდ ის რა ქვია, არაფერი არა, მოკლედ თქვენ ახალი ისა, ხო, ახალი თათია. კი. ხო, დაბრძანდით და ახლა მოგართმევთ ყველგან. კარგი, დიდი მადლობა, კარგი. ისა, მოიცა, რას მომართმევ, არაფერი შემიკვეთოთ რა, რას მომართმევ. ხო, რას მიირთმევთ? ხო, რას მივირთმევ და ალო, აი აქ მე მივიჭი. ხო, კარგი. ხო, სამსახურში ვარ. არ გეტყვი სად არის. არ მინდა რომ მოხვიდე. რატო და იმიტომ? რატო გაგიჟებ ვერ გავიგე? უკაცა. რატო გაგიჟებ? ისა, აი, მოკლედ, აი ამას შეუკვეთავ და აი ეგ დამიწერილი ხოთე. მე თვითონ? კი. სხვას? კი, ბიჭია კი. არ იცნობ. დაამტრებ და ვეღარ დამირეკავ. მე სულ მართალი ვარ. კაი, კარგი, აბცალია. ახლავე მოგართმევთ ყველაფერს. მოიცა, რას მომართმევ, ჯერ არ დამთავრებია წერა, ერთი წუთი რას მომართმევ. ხო, რას წერთ? ეხლავე, აი, ერთის დამრჩა და ეგ არის. მოკლედ. ესე იგი, თათია, რა მინდა ეხლა მე? შემწვარი ქათმის ფილე მინდა. პომიდორის соусით. შემდეგ თათია. ხო, ესე იგი, პომიდორის соусით მინდა ეს ქათმის ფილე, სულგუნი მინდა პიტნით თათია. და ტიბონ სტეიკი მინდა. კიდე, ხო, მთელი დღე არაფერი არ მიჭამია და რა ვიცი, შემშია. ჯერჯერობით ეს არის სულ მოკლედ რა, ხო. მარტო იქნები? არა, თათია, ჩემს გულის სწორს ველოდები. კი, ჩემს გულის სწორს ველოდები. თქვენი გულის სწორი. აბარა, მე და ჩემი გულის სწორი. ძალიან კარგი, მაშინ დაბრძანდით და ახლავე მოგართმევთ ყველაფერს. კარგი, დიდი მადლობა. მოიცა, თათია, რას მომართმევ, რანაირად მომართმევ, რას მომართმევ? ეს იქ უნდა წამეღო. კი, იქ უნდა წაგიღო. იქ უნდა წაგიღო. თეკლა, შენ კიდე სათხარ ამდენი ხანი.
მოდი, რagazzo, მოდი, სად ხარ? რამდენი ხანი რატომ ალოდინებ თეკლა? ხატო. შენ აქ რა გინდა? სად უნდა იყო ახლა შენ? სად უნდა ვიყო? სად და საგრაფოში? აუ, დაიწყო ახლა მაგა. გუგა, ერთი წუთი, ის მაინც მითხარი, რომელი პერსონაჟი ხარო აყვებეც. რა პერსონაჟი არ გითხრა ლაშამ რომ საგრაფოში უნდა მოსულიყავი? არა. აუ, ლაშა რა. არც თვითონ არ მოვიდა და არც შენ არ გითხრა რა. ხო, არ ვიცი, სად ხარ თეკლა? ვა, თეკლა, მოხვედი ბოლ. თათია. უკაცრავად ხო. რა საგრაფოში რა? დიძან. მომიდი დაუვიკე ერთი რა საგრაფო. მოვიდა? ნუცა ხო არ გინახავს? რა? ნუცა ხო არ გინახავს? შენ თეკლა ხო არ გინახავს? ვიხდი თამაშია, ლაშა ხო არ გინახავს? თეკლა ხო არ გინახავს? თეკლა იყო უკვე. კარგი გუგა, კარგი ერთი წუთი რა. საწავიდა ეს გოგო თეკლა ბატონო გისმენთ. წეგა შეხვდა ნუნუდეიდა. ნუნუდეიდა მე მითხრა შენზე რომ ძაღლმა უკმინაო და კიდე რაღაცას მოვაწერე ხელი და რა ძაღლმა რა. არა გუგა, ეგ მოვატყუე ნუნუს თორე მართლა ძაღლმა კი არ მიკბინა. აბა რამ? გუგა, რა არის იცი? ნუნუ მთხოვა რომ გარე განათებასთან დაკავშირებით მეზობლებში ჩაუმელო და ხელმოწერების შემეგროვებინა გაიგე და კარგი რა გუგა ეხა გავარ გუგა მე იმ კაცს ეხლა რომ მეზობლები ვიარო და ხელმოწერები შევაგროვო ჰა გავარ ეხლა მე იმ კაცს გუგა რომ მეზობლები ვიარო და ხელმოწერები შევაგროვო ჰა გუგა გავარ ეხლა შემოვხედე რა გჭირს რა იყო რა მოგივი რა ვიცი ჩემი გადმოსახედიდან არა ხო და ჯიგარი ხარ და მაგიტომაც მიყვარხარ გუგა რო არა და თუ გიყვარვარ წავედით საგრაფოში ეხლა არა გუგა ახლა არ გამოვა რა დღეს მართლა ახლა არ გამოვა რა გამიგე რა ხო არ გამოვა რა რატო გუგა და ისა რა ქვია მე ხო ძაღლმა მიკბინე და არ შეიძლება აბა მოვიტყუეო გუგა ეგ მოვატყვე ნუნუს თორე შენს ხო არ მოგატყუებ რა გჭირს ახლა უკაცრავად ანგარიშიო თქვენ მითხარით? ხო? კი, ისე კაცო რა გავიცი, მე მგონი ვერაფერსაც ვერ შეამჩნევს, რა თეკლა რა სიტყვაში. კარგი ლაშა, როგორ ვერ შეამჩნევს? კარგი მართლა რა თეკლა რა, რანაირად შეამჩნევს ახლა ამ ხეს ნახავს ეს ბუშტებს გაბერილს აქ სუფრას გაშლილს რო ეთქვით თან რომ ჩვენ რომ ეს ყველაფერი გავაკეთებთ იმისთვის მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რომ სიურპრიზი მოუწყეთ, გადაირავ საერთოდ გადაავიწყდება შენი ეიფელის კოშკი. სიურპრიზი ყველას მოსწონს თეკლა. გადაავიწყდება ხო? გადაავიწყდება. ისა, ლაშა, მაშინ ისიც რო უთხრათ ბარემ ვითომ თავისი საყურეები მაჩო გადაარახსოვს. მე გავახებ. მოდი გააღე. მოყოთ მანამდე გაიხედე და ნახე ვინ არის. ხო, ელენა იქნება. აჰა. იკადრეთ ხო კარების გარეთ. რა ხდება ლაშა? დღეს სადარბაზოში არავინ არ მიღებს კარი. ისა ხო. გამარჯო, ნუნუ ბიცოლა. შუდრეს ხომ არ მოვედი? არა, რას ბრძანებთ, ნუნუ ბიცოლა, როგორ გეკადრებათ? ზუსტად ახლა ვეუბნებოდი თეკლას რომ ჭუჭრუტანა იმიტომ არსებობს რომ გავიხედოთ ჩიგნი და ნახოთ ვინ არის მოსული და ვინ არა მოსული. აბა რა, ლაშა. რა ხდება, რა შეასაქმე ნუნუ ბიცოლა? იცი რა, ლაშა, არ კითხო რა. არ კითხოთ კი ბატონო. მუცი ხოლმე ესე რა. ესე იგი 3 თვე აქედან წავედი. აგი როგორ 3 თვე? ხო და რაც დავიბარე კორპუსში არაფერი არ არის გაკეთებული. არა ხო? შეხედე. თორნიკეს დავავალეს კვერს მიხედე მეთქი და რა? არაფერი. კულტანიძე სადარბაზოს კარები? არა. ცხომელიძე სახურავი შეკეთება? არა. პატას გარე განათება? კარგი საპატიო მიზეზი აქვს. ლაშას ლიფტი შეკეთება. ისა კი არა. და რატომ? ნუნუ ბიცოლა. ხო. ეხლა ჩვენ სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა. ძალიან გვინდოდა თქვენთვის სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ ხალხ სიურპრიზი არ გამოგვივიდა. ეს უფრო იცით, რატოა გაშლილი? აიმე რატო? რატომ და თქვენ რომ ჩამობრძანდით და თქვენ რომ მოხვედით და ესე მეზობლებს დავუძახებთ და ვახარებთ თქვენს დაბრუნებას მშობლიურ კორპუსში. თქვენთვის არის ეს სუფრა.
ჩემთვის? დიახ, ლაშამ რო გაიგო, ქალბატონი ნუნუ ჩამოდისო, გადაწყვიტა სუფრა დავახვედროთ და აღნიშნოთ. კი, დავტრიალდი. ვაიმე ლაშიკო, ძალიან დიდი მადლობა, რატომ შეწევთ იმან? ძალიან მიკვირს შენ ეს როგორ მოიფიქრე? ხო, გიკვირთ ხო, მე რა, აი. ვაიმე, შენ რა გოგო ხარ? ჩემი ინდირასგან ვერ გასხოვებ ისე მიყვარხარი ჩემო. თეკლა. ვიცი ლაშა, თეკლე. ჩემო თეკლე. რა მინდა გითხრა? შენ ისეთი ლამაზი ხარ და ესე მანტორო ხარ, იცი როგორ მწყდება გული. ძალიან მინდა გაგაცნო ჩემი ბაქარი, ჩემი ძმისშვილი. იცი რა ბიჭია. ლაშა, მე ხომ ვარ ძალიან კარგი ადამიანი. კი. იცი რა ის მე მჯობია. სად გაქრეს გოგო? თეკლე? ხო. თეკლა გავიდა ტელეფონზე დარეკავს მეზობლები დაუძახებს ახლა და მომიხევით რა ხდება ბიცოლა საბერძნეთში. ინდირა როგორ არის ინდირა? მუშაობს ხო? მუშაობს კი არა სწავლობს. სწავლობს, ხო. ახლა ძირითადად საბერძნეთში ხო სასწავლებლად დადიან ხოლმე მეც რა. ისე ემზარი ბიძიას როგორ გაუხარდებოდა თქვენი დაბრუნება, როგორ გელოდებოდათ, მთელი დღეები ეზოში იჯდა და ნარდს თამაშობდა და ისე გელოდებოდა. კი, როგორ არ ვიცი, ბიძია ემზარი გასლა. აი მე ემზარი. რა ემზარი? ემზარი. ხავე? რა იყო? ემზა, ამოდი, ლაშა ჩვენთვის უფრო გააკეთა. ამოდი. მე გავა. ამოდი. გამარჯობა პატა. არა მაქვს ხამ გამარჯობის და რაღაცების თავი ხედავ მე მგონი ცუთ ხასიათზე ვარ ერთი წუთი რა. არ მინდა არაფერი კაცო. დავждები ჩემთვის ვიჯდები. სად არის თეკლა? თეკლა სად არის? ხო. თეკლა აგერ აი. ო ლაშა სად არის თეკლა? გაიხედე და დაინახავ. აი აგერ არის თეკლა. პატა. ისა რა ქვია თეკლა რა გამიკეთე თეკლა რა გაგიკეთე პატა ხო რა ვიცი რა ერთი წუთი ლაპარაკობთ ორი ადამიანი ხო ლაშა მიდი თამამად მიდი ხო მიდი ბოდიში თეკლა კარგი რა თეკლა რა ხო მითხარი ბარში ჩამოვალა ჰა გითხარი მე არ ჩამოხვედი არ ჩამოვედი ვიცი ხო და თეკლა რატო არ ჩამოხვედი მეც მაგას გეუნები რა არის მომატყუე თუ რა არის თეკლა ჩამიყვანე მალუდინე და შენ კიდე მომატყუე თუ რა გამიკეთე მე მოგატყუე პატა ის რა მოხდა იცი პატა სპეციალურად არ მოვედი რატო შენ იცი პატა ეს სუფრარისთვის არის აბა რა ვიცი რა მე რა ვიცი წამოდი პატა მე აგიხსნი შენ ესე იგი ბარში იმდენი ხალხია ვიფიქრე ხმაურია ხალხია თქო და აი ეს სახლში ესეთი რომანტიული ვახშამი გადავწყვიტე პატა მართლა თეკლა თეკლა ეხლა მე და შენ ვაიმე თეკლა ვახშამი მუსიკა სანთლები და ნუნუ პატა როგორ ხარ პატა პატა როგორ ხარ კარგად? აბა კარგად როგორ ვიქნები კარგად ჰა თურმე მაგჯის რა ცოდნია იცი ხალბატონო ნუნუკა ჰა რა და ესე რომ ჩავლებენ თურმე ხორში ესე ადამიანს ხო აი ესე სანაკვილის კილზე წკაპუს არ დაუწყებენ წკაპუს ესენი მაგჯის სპეციალურად კი არ უშვებენ თურმე არ უშვებენ ხო აბა თუ ხალბატონო ნუნუკა და მე კიდე ის რა ქვია არ ვიცი რა გამიმართლა ეთყობა მე გამიშვა ხტები ხო ჩავლა მე გამიშვა ეთყობა გამიმართლა მე ხო კისმათა ვარ ხალბატონო ნუნუკა ხო კისმათა ვარ და გამიშვა რა მაგარ რა კარგია რომ მოხვედი პატა ხო იცი რა სუფრაა ეს როგორ არ ვიცი ხალბატონო მომძანდით მე ხო და მომძანდით და აი როგორ ეხლა ჩემს აი რომ ესე დიდი მადლობა აი მე პატა შენთვის არაფერი არ შეიძლება ხა თითქმის ისეთი დიეტა გაქვს შენ არაფერი არ უნდა ჭამო არა და რა სუფრაა შესაძლოა დიეტაზე უნდა იყო დიეტაზე რა დღეში ხარ შენ ეხლა რა დღეში არც მე ვარ სხვათა შორის კარგი რა ხდება ხალბატონო ნუნუკა რა დაიკითხე რა ხდება კორპუსში ნახე თურმე ვაიმე რა დღეში ყოფილ ხარ ხალბატონო ნუნუკა რა
გადავიდეთ, ხო? ხო, ძალიან გემრიელი. ლახი, წაიკითხე, ადრესი ყოფილა, ქალბატონი ნუნუკა, წაიკითხე, ეს პატრიჯანი ვისწავლე, ახალი მასწავლი მაქვს. მე გავაღებ კარებს. ავი თქვენ მე გავაღებ. გუგა, ლაშა. და ეს რა გამიკეთ? რა გაგიკეთ? არავის არ უთხარი, ხო? არავინ არ მოვიდა რესტორანში. ისა. გუგა, კარგი რა, კარგი. მე სპეციალურად არ უთხარი, მეთქი ბიჭი უნდა დაიხარჯოს რაღაცა ისა და მეთქი სადვიაროთ ახლა ამდენმა მეზობელმა, ხო? ბარე მაქავართ ხოლმე და ჩემთან იცი რა არის? იცი ვის გამო გავშალე ეს უფრო? მეთქი გუგას გაცილებაც აღნიშნავთ მეთქი. რა სადაღა რამდენი ხანია გელოდებით, რატო დააგვიანე? უი, ფოდიში. და მადლობთ. მოდი აქ. აი, გუგა მოვიდა, გუგა რო ველოდებოდით ამდენი ხანი. ბოდიში, ხო, გავოდით. მოვიდა გუგა. მიგითხე, სად არის მეთქი გუგა კიდე კაი მოხდები. ნუნუდეიდა. იცით ხო რა სუფრაც არის? აბარალა. ბატა. იცი ხო რა სუფრაც არის? რას მეკითხები გუგა, როგორ არ ვიცი რა სუფრა არის გუგა. როგორ არ ვიცი. ხამაშდა. ხო, რა იყო ლაშა, რა მოგივით? ხო, რა ვიცი, არა, მე თვითონ დამისხა. და თქვენ გაგიმარჯოთ ნუნუდეიდა ამ ჭიქით. დიდი მადლობა გუგა. დიდი მადლობა რომ ესეთი გულთბილი და კეთილი გაცილება მომიწყვეთ ხალხო. კარგად იყავით, მე შემოგირბენთ. კარგად. ხო, აი გაცილება ან გავაცილეთ მე რა, ანუ როგორ დათრა ეს ბიჭი გაცილება, რას ლაპარაკობს? შემეცოდა ვერაფერი ვერ გამა. საწყარა. იცით რა, მე მგონი წავალ ახლა. კარგით მაშინ აბა ვეღარ დაგაკავებთ რა ხან ესე გეჩქარებათ ნუნუ ბიცოლა და. იცი რა, დილით ჰელენე შემხვდა და მითხრა პარიზიდან საჩუქარი ჩამოგიტანეო. ცოტა ხანს დაველოდები. უი, ეს რა ქვია, ელენე მითხრა რომ მე შეიძლება დამაგვიანდესო ნუნუ ბიცოლა, ხო და ვერ მოუსწრო ნუნუ ბიცოლასო და საჩუქარი დაგვიტოვა ჩვენ, ხო და მგითხრა რომ გადმოგცემთო და აი თეკლა მოიტანს. ხო, კი. დამე ისა ხო ახლა მოიტანს ესა თეკლა საჩუქარს რომელიც დაგვიტოვა ელენემ ჩვენ რომ აი გამოვცეთ თქვენ ყოფილა თურმე საჩუქარი ოი ეს არის ხო რა ვიცი იმდენი ამაგი მაქვს ამ გოგოზე რომ არა უშავს კარგი წავი ხო რაც ნახვამდის მადლობთ ნახვამდის კარგად ზარდობოდეს ბაბა კარგად აი მე მზარი ემზარი სახში მივიდოდა უკვე და ეხლა დამიწყებს შეკითხვებს რა სუფრა იყო რა ჭამეო რაღაცა და მე ვერ ჩამოუთვლი იმდენი რამეა და თებშზე დაუწყობ ცოტ-ცოტას ყველაფერს და თვითონვე ნახავ კი რა თქმა უნდა აი თეკლა მიდი აი ესეც დაიღე ხო აბა აგე მეც მოგეხმარებით რომ უცებ და ასე აი ესეც ასე კი ბატონო აი ეს უყვარს ძიემზას ძიემზას უყვარს ეს ხორცი და დიდი მადლობა არა კარგად ძანდებოდი დიდი მადლობა კარგად აი მე თეკლე შენ ძალიან კარგი გოგო ხარ იცი როგორ მინდა გაგაცნო ჩემი ბაქარი იცი რა ბიჭია შენ ხო იცნობ ჩემ ბაქარს არა როგორ არა იცი მოგცემ ტელეფონს და დაურეკე დაელაპარაკე სხვათა შორის არ არის უხერხული კარგი გამიღე კარები. უი, გაცილებ და გაც კი არ გიხეთ. ხო. აი, მადლობა. არაფერს მადლობა. არა, ისე კარგად მოიფიქრე ეს საჩუქარი. სპილო. ხო, ისე რა წამოაღებინა ელენეს ეს სპილო. ალბათ ხურდაში მისცეს და ვერ გადააგდო. ხო, გავიცი. აი, ძაბას. აბა, მოვედით. მოხვედი. აწებით. კი. რა ხდება? რა ხდება ელენე? და არაფერი ნუნუ იყო მოსული და აი გავშალეთ უცებს უფრო დატრიალდა თეკლა და მე ავალაგებ. აი თეკლა დატრიალდება და ალა. აუ რა თქვილა გავიყინე? ელენე ბოდიში რა ეს კარგი თეკლა შენ მაგაზე არ ინერვიულო 5 ევროიანი ეიფელი გატყდა რა მოხდა რა? 5 ევროიანი აბა 500-ია 500-ის პილო ღირდა ეიფელი 5
არა ეს აილენე გიხვეწები რა თუ ჩემი დახარ რა ეიფელი 500 და სპილო 5 ჰა ასე იყო ბიჭო მე ჩვეულებრივი სპილო მეგონა და თორმე არ ყოფილა უცებ რეკავს ტელეფონის სახში და ელენე იღებს და რეკავენ პარიზიდან თურმე მაქს პილოს აქვსო გამოსხივება აქვს და ისე ვინერვიულეთ რომ არ ვიცი ახლა გეუბნებით თქვენ რომ იქნებ დაგვიბრუნოთ ეგ სპილო რომ ელენე გადააგზავნეს საფრანგეთში ექსპერტიზაზე რომ გამოიკვლიონ ეს ისა ხო დედა რა დაუფიქრებელი თაობა ხართ რა ლაშა რატომაც თაობა იმიტომ რომ ემზარს რომ მიუტანე ეს სპილო მაშინვე არ მოეწონა არა ხო არა რაი ცირა ეგეთი უკვე ქონდა ჩვენ სახში ემზარს აჩუქეს რაღაცა ხარია თუ ირემი თუ რაღაც არ ვიცი მაგათ ვერ ვჭარჩებმე რაღაცა ხო ვერა ხო ის ხო და ესა ნუ ბიჭოლა თუ გაქვთ ეგეთი ხარირემი იქნებ დაგვიბრუნოთ ეგ სპილო ჩვენ ხო და გადააგზავნეს ელენე ამ ექსპერტიზაზე და მგონი ყველაფერი ხო ვაიმე დაგიბრუნოთ ხო რა თუ გაქვთ აბა ეხა ის ხარირემი იქნება იცი რა ხან უკვე გქონდა ეს მითხრა ჩემა ემზარმა რომ იქნებო კაკოს მაღაზიაში დავდოთო და გაიყიდოსო მაგრამ არ მგონია ლაშა რომ გაყიდულიყოს იცი რა მაგაში ვინ მისცემს ისეთი დიდი ფასი დაადო 15 ლარს აბა მე ჩვენ მივცემ ჩვენ ეს თაობა იქნება იქ ისე ხო იქნება რომ ჩავიდეთ მაღაზიაში ისე ძალიან მაინტერესებს ის ხარია თუ ირემი რომელია ლაშა წებო და დამშა ეხლა უსმნები ისუნოთ ხო ეხლა ვიცნობდე მაინც ვინმეს ეხლა რა ბოდიში გოგა საიდან და გავიგე რომ აქ იქირავებინა და ეს ვინა ვიქირავა გუშინ ხო რა ვიცი კარგი გუ